შემდეგ დამეწყო ტკივილები, ნენელა იმატა და იყო გაუსაძლის და როდესაც მოვითხოვე უკვე გაუტკივარების გაკეთება, მითხრა რომ მოითმინე, იმიტომ რომ მშობიარობის პროცესი გადავაძდება და რა თბინდა მალე დამთავრდება მაინც ყველაფერიო. ამ მაკვირდებოდით ბავშვის გულისცემა დაეცა. და ჩემმა მიან გინეკოლოგმა გადაწყვეტა რომ მითხრა რომ ძალიან მენანებიო. მაგრამ საკეისრო უნდა გაგიკეთო და მეც უკვე იმდენად გადაღლილი ვიყავი. თან რა თქმა უნდა ბავშვს ნერვიულობდი რომ არაფერი გამჭრეს და ბავშვი მოიყვანეს, მითხრას რომ ბავშვს ყელზე ორჯერ აქვს ჭიკლარი შემოხვეული. და აი ამას ვიძახი რომ როდესაც მშობიარეს რაღაცა უშლის ხელს, მაგრამ მე საკეისრო გამიკეთე და ბავშვი მოიყვანეს, ჯერ საერთოდ ალბათ 1-2 კვირა ერთი თვე ვერ გრძნობდი რომ ის ჩემი შვილი იყო და მე დედა ვიყავი. და აი კი რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა და აი მე მართლა ვფიქრობ ხოლმე რომ მე მგონი ბეწვზე ვარ გადარჩენილი თქო. მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია, მე მარიამი ვარ. დღეს ჩვენი ეპიზოდის სტუმარი არის ანი, რომელიც ზამთარში გახდა პატარას დედიკო. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრი ქალისთვის არის უბედნიერესი გამოცდილება, სამწუხაროდ პირველი დღეები ანისთვის არ აღმოჩნდა ისეთი სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი. თვითონ მოგუყვება ამ ისტორიის შესახებ, ანი, მოგესალმები. მოგესალმებით. დავიწყებ 20 იანვარს, როდესაც მივედი გეგმიურ ვიზიტზე კლინიკაში, გადავიღე ეხოსკოპია და მივუტანე ჩემს აყვანილ მეან გინეკოლოგს, რომელსაც ძალიან მოეწონა ეხოსკოპიის პასუხები და მითხრა რომ ყველაფერი იდეალურად იყო და წამიყვანა უკვე გასასინჯად. როდესაც მითხრა რომ უკვე გახსნილი ხარ და მალე იმშობიარებ, დღეს-ღამე მოდი სამშობიაროში, მივედი, დამტოვეს, გამიკეთეს დამაჩქარებლები. დაგვიანებული იყო? არა, 38 კვირის ორსული ვიყავი. და რითი განმარტეს ეს დამაჩქარებლების გაკეთება? ხო, აი არ ვიცი, უბრალოდ მითხრა რომ 5 თითზე ხარ გახსნილი და მალე იმშობიარებ და ალბათ პროცესის დაჩქარების მიზნით, არ ვიცი. ხო, მე გამოცდელი ვარ და საერთოდ პირველი შვილია და არ ვიცოდი არაფერი. როდესაც გამეკეთეს ეს დამაჩქარებლები და გადამიყვანეს შემდეგ სამშობიარო ბლოკში, ჯერ კიდევ არის წყალიც არ მქონა დაღვრელი, დამაღრევინა წყალი რაღაც სპეციალური რკინის ჯოხი იყო თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ აი ძალიან მტკივნეული იყო მახსოვს, ვკიოდი, წიოდი და დაიწყო უკვე ნენელა ტკივილის მოსვლა. თავიდან ეს წყალი სპეციალურად დაღვრა ჩვეულებრივი პრაქტიკა? ხო, როგორც გავიგე, კი, ეგრე აღრევინებენ წყალს. თუმცა მე რომ ის ადგილას ყოფილიყავი, არ დავაჩქარებდი პროცესს ახლა ამ გადმოსახედიდან, მაშინ არ ვიცოდი არაფერი. ხო, რა თქმა უნდა, ახლა 38 კვირა არ ითხოვს დაჩქარება. კი, თან ბუნებრივად ვაპირებდი მშობიარობას. შემდეგ დამეწყო ტკივილები, ნენელა იმატა და იყო გაუსაძლის და როდესაც მოვითხოვე უკვე გაუტკივარების გაკეთება, მითხრა რომ მოითმინე, იმიტომ რომ მშობიარობის პროცესი გადავაძდება და რა თბინდა მალე დამთავრდება მაინც ყველაფერიო. ამ სიტყვების გაგონებაზე რომ აი მალე შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი, მეთქი მოვიკრიბავ ძალას, კარგი გავუძლებ ცოტა ხანი კიდევ, დაველოდე. არ მოდის ეს მშობიარობა არ დგება, თუმცა ტკივილები უფრო და უფრო იმატებს და ისე მგონია რომ ვერ გადავრჩები, როდესაც აი ტკივილები მოდის. გრძელდება ეს ყველაფერი? 16 საათი გრძელდება ეს ყველაფერი. 16 საათი გაქვს გაუსაძლისი ტკივილი? არა, 16 საათი გაუსაძლისი ტკივილი არ მაქვს. დაახლოებით 1-8 საათი მაინც. და ეს პროცესები უკვე სამშობიარო ბლოკში გადაყვანა და ასე შემდეგ, ეს ჯამში 16 საათი იყო. მე წინასწარ შეთანხმებული იყავი ბოდიში გაწყვეტინები მასზე გაუტკივარებას რო გაიკეთებდი? იცოდა კი, წესით როგორც ესეთი ხან პირდაპირ არ მithქოს, მაგრამ მე როცა დამჭირდა და მოვითხოვე, უნდა გაეკეთებინა ყოველ შემთხვევაში. მაგის შემდეგ კიდე ორჯერ მოვითხოვე და
იგივე პასუხი გამცეს და მე უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, მეგონა რომ უკვე გონებას ვკარგავდი. წეღან საუბარში საუბრობდნენ და ეხლაც ვიტყვი რომ მაშინ მივხვდი სამშობიარო ბლოკის ფანჯრებს რატომ არ აქვს სახელური რომ იმდენად გაუსაზლისი ტკივილი აქვს ზოგიერთ მშობიარეს შეიძლება ზოგიერთმა მარტივად გადაიტანოს მაგრამ ყველას ტკივილი ხომ ინდივიდუალური არის და მოკლედ სანამ ჩემი მეუღლე არ გავიდა ცოტა ჩხუბით რომ დროზე გავუკეთეთ იმიტომ რომ ცუდად არის და ვეღარ უძლებს მანამდე არა იმიტომ რომ შემოდიოდა ბებია ქალიც ხანდახან ჩემი მეან გინეკოლოგიც იმიტომ რომ ჩადიოდა კონსულტაციებს ატარებდა და შიგადაში გამოდიება ხოლმე და არა და ამ დროს მშობიარესთან ამ დროს მშობიარესთან უნდა იყოს რა თქმა უნდა ასევე როცა შემოდიოდა და მეკითხებოდა რომ დაგეწყო თუ არა მშობიარობა ვეუბნებოდი რომ ანუ გრძნობ რომ ბავშვი მოდის მოძრაობს მაწვება ქვემოთ მაგრამ როგორც ესეთი ჯერ ჭინთვებს ვერ უგრძნობ ახედავდა საათს მოიხვნეშავდა თითქოს სადღაც ეჩქარებოდა და გადიოდა ესე გაგრძელდა რამდენიმე ხანი მერე უკვე ბოლოს გამიკეთეს რო გამიკეთეს გაუტიურება ეს იყო ძალიან მინიმალური დოზა იმიტომ რომ დაახლოებით 40 წუთი ერთი საათი მქონდა გაყუჩებული ეს ყველაფერი და უკვე როდესაც ბავშვის გულისცემას ვაკვირდებოდით ბავშვის გულისცემა დაეცა და ჩემმა მეან გინეკოლოგმა გადაწყვეტა რომ მითხრა რომ ძალიან მენანებიო მაგრამ საკეისრო უნდა გაგიკეთო და მეც უკვე იმდენად გადაღლილი ვიყავი თან რა თქმა უნდა ბავშვს ნერვიულობდი რომ არაფერი დამართნო და გადამიყვანეს სასწრაფო საკეისროზე და მეორე აქ იწყება როდესაც ანესთეზიას ეხება საქმე არ ვიცი შეიძლება მაშინ მეჩვენებოდა მაგრამ არ ამგონია მე ვფიქრობ რომ ცოტა მეტი დოზა მოვიდათ იმიტომ რომ აი გრძნობდი რომ გულამდე ვიყავი თითქმის გაყუჩებული აჰა ხო არა და ზემოთ ჩვეულებრივ შეგრძნებები უნდა კონდეს ხო აი აქამდე დაახლოებით მეგონა რომ აქამდე ვიყავი გაყუჩებული როგორც ასეთ თვითონ საკეისრო ასე თუ ისე მაინც კარგად იყო თუ არ ჩავთვლით მაგას რომ მე ვაკვირდებოდი ხო სუნთქა ხო არ მიშლის ხელს ეს ყველაფერი შემდეგ წნევაც დამივარდა ალბათ ნერვიულობდი და მაგიტო მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში წნევა რამე საშიშნიშვილზე დავარდა თუ რაღაცა არ მახსოვს მაგრამ მახსოვს რომ დაბალი ციფრები იყო იმიტომ რომ ეკრანს ვუყურებდი ზოგადად ოპერაციების ძალიან დიდი შიში მაქვს და არ მინდოდა საკეისრო როდესაც მკითხა გინეკოლოგმა თავიდან საკეისრო გინდა თუ ბუნებრივად მშობიარობა ვუთხარი რომ ბუნებრივად მშობიარობა მაგრამ თან დავაყოლე რომ როგორც მაშინ ამ სიტუაცია მოითხოვს იმ მომენტში და არის ეს იცი რა მითხარი თუ 5 წე იყავი გახსნილი რატო გახდა საჭირო საკეისრო მესმის რომ ბავშვის გულისცემა კი ბატონო ასეთ შემთხვევაში ხო მაგრამ მანამდე რატო ვერ დაიწყო მშობიარობა როგორც აღმოჩნდა როდესაც გამჭრეს და ბავშვი მოიყვანეს მითხრას რომ ბავშვს ყელზე ორჯერ აქვს ჭიკლარი შემოხვეული და აი ამას ვიძახი რომ როდესაც მშობიარეს რაღაცა უშლის ხელს მშობიარობაში და შენ რომ ამდენი პაციენტი ყავს და თავი ძალიან მაგარი ექიმი გგონია და სხვებსაც გონი ხარ ხომ შეგიძლია რომ გაუშვა ეხოსკოპიაზე და შეამოწმებინო რა ხდება ხო 5 თითზე გახსნილია ქალი და ვერ მშობიარობს და ხო უნდა მიხვდე რაღაცა ხო რაღაცა ხო უნდა იეჭო რომ რაღაცა რიგზე არ არის ხო თუმცა არაფერი შესაძლებელი იქნებოდა მე ვფიქრობ მეც ვერ მოვიფიქრე იმ მომენტში იმდენად აგონიაში ვიყავი და საერთოდ ვერც ვაზროვნებდი რომ ვერ მოვიფიქრე თორე ჩემიც ჩავიდოდი და გადავიღებდი ეხოსკოპიას მე ვფიქრობ რომ რო არ გაეკეთებინა ეს დამაჩქარებლები თავსაც მოიხსნიდა ბავშვი ალბათ ამ ჭიპლარს და ბუნებრივად მოხდებოდა მშობიარობაც მე რეკონია შენ მეან გინეკოლოგთან კომუნიკაცია ამ თემაზე აღარ გინახავს არა როდესაც 2 თვის შემდეგ რომ მივედი რომ შემემოწმებინა ჭრილობა საშვილოსნოში შეხორცებული იყო თუ არა იმავე კლინიკაში ადრე დავდიოდი სხვა გინეკოლოგთან და იმ ქალბატონთან მივედი და სხვათა შორის მანაც მკითხავ ისთან იმშობიარეო და რო უთხარი ვისთანაც ვიზიარებო ესენი და კლინიკაში როდესაც თანამშრომლებიც ასე გახასიათებენ ალბათ უნდა მიხდო რომ პრობლემა რაც მასში არის შენს და შენს მეუღლეს არ
გაგიჩნდათ ესეთი არ ვიცი პროტესტიან რაღაც რომ დაგეფიქსირებინათ ამ ადამიანთან რომ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია და მარტივად ხო შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა შენ და შენი შვილის სიცოცხლეს. კი. ადგილზე, როდესაც დამთავრდა ყველაფერი, ჩემო მშობლებანს და ჩემო მეუღლეს დააფიქსირეს ყველაფერი. ხო. და რეაქცია? არაფერი რა უჭერს იმას, კარგად არის ესე უთხრეს, მაგრამ რადგან უკვე ყველაფერმა კარგად ჩაიარა და თან სიხარული იყო, მეტად აღარ მიუქცევიათ მისთვის ყურადღება, თუმცა მე სადაც შემიძლია ყველგან ვწერ, რომ ამ ადამ კლინიკაში, ამ ადამ გინეკოლოგს არ გაეკაროთ. მაგრამ ბევრი კმაყოფილი პაციენტი ყავს. მინდა ვთქვა და სულ რიგები უდგას. ნუ ეს ალბათ რაღაცნაირად მაინც ინდივიდუალურია, არ ვიცი. თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ აუცილებლად უნდა ვითვალისწინებდეთ ნებისმიერი პაციენტის გამოცდილებას, იმიტომ რომ მსგავსი რაღაც შეიძლება ჩვენც ნებისმიერ მათგანს შეგვამთხვეს და რაღაცნაირად დაცულები უნდა ვიყოთ ასეთი დამოკიდებულებისგან. შემდეგი დღეები როგორი იყო? შემდეგი დღეები იყო ალბათ ძალიან რთული. მართალია ეს ჭრილობის პროცესი, ეს ჭრილობა დიდად არ მაწუხებდა, არც კიდე კარგი მაგაში მაინც გამემართლა, მაგრამ ხო, მაგაში გაგიმართლა, იმიტომ რომ საკეისროს პაციენტები ყვებიან, რომ მერე ფეხზე წამოდგომა კატასტროფაა. და გითხრათ, აი ესე კოსმეტიკური ნაკერი დამადო და მადლობაც მასთან. ხო, ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ ვცდილობდი ლაქტაციას. სამშობიაროშივე ვაჭმევდი რაც შემეძლო, მაგრამ დამატებასაც ვაძლევდი ხოლმე, იმიტომ რომ არ მოდიოდა. პერსონალი არ გეხმარებოდა ამ პროცესში. კი, ყავდათ ლაქტაციის სპეციალისტი და მაძლევდა მითითებებს, მაგრამ რატომღაც არ მოდიოდა რძე. მე სახლშიც ერთი თვე ვეწვალე გამოწველით სპეციალური ჩაის დალევით, მაგრამ მე ვფიქრობ სტრესის ბრალი. კი, სტრესის ბრალი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ჩემ შვილს ჩემი რძე ეჭამა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა, თუმცა ამის გამო თავს დამნაშავე დაგვსვი. არა, ხო, მით უმეტეს თანამედროვე საშუალებები ისეთი კარგია, რომ ამ ხრივ რაღაცნაირად ისე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. იცი რაზე მინდა ველაპარაკოთ? აი ამ მშობიარობის ამბავზე, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ახლა რაღაცა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებას გვაძლევს, რომ გაუტკივარების საშუალებით მარტივად ვიმშობიაროთ ყველანაირი ტკივილის და რაღაცის გარეშე. ფაქტიურად აღარც გამიგია, რომ ვინმე ასეთი ბუნებრივი გზით გაუტკივარების გარეშე ემშობიარა. როგორია ეს ყველაფერი? არ ვიცი რა ტკივილს შევადარო. არის აი ესე მეგონა რომ მივდიოდი ამ ქვეყნიდან ესეთი ტკივილი მოდიოდა. რომ აი ფიზიკურად გრძნობ რომ კი, აი მეგონა რომ ცოცხლად მიჭრიდნენ მუცელს, ისეთი წვავე ტკივილი იყო. ჩემი მეუღლე იყო კიდევ კარგი ჩემთან ერთად. კიდევ კარგი ესწრებოდა. კი, კიდევ კარგი ესწრებოდა და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ როდესაც ბუნებრივი მშობიარობა არ გამოვიდა და საკეისროზე გადაწყვეტა, რომ შემომყოლოდა, ძალიან აგდებულად ეუბნებოდნენ ექიმები, რომ დარწმუნებული ხარ, რომ გული არ წაგება, რომ შემოხვა ალბათ. კაცმა არა და იმისთანაც უყურა, რომ რა ვიცი, საკეისროს ყურება აღარ იქნებოდა. ხო, ანუ ესეთი დამოკიდებულებაც იყო, არ ვიცი, შეიძლება მე შემხვდა ეგეთი პერსონალი, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან რთული იყო აი ეგ დღე, მაგრამ მაინც რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა იმ ხრივ, რომ ცოცხალი ვარ მეც და ჩემი შვილიც, აი ეგ არის დადებით. ხო, მაგრამ აი რომ ახსენდება ის დღე რომ ახსენდება, აი ცუდად ხვდები მართლა, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეული იყო ყველა. თანანი რა მგონია იცი რომ ადრე ხა გასაგებია რომ წინათაობები სულ ესა ბუნებრივი გზით გაუტკივარების გარეშე აჩენდნენ, მაგრამ რაღაცნაირი მზაობაც იყო ხო, რომ ხა დამეწყდა მშობიარობა, ეს იქნება ძალიან მტკივნეული და ფსიქოლოგიურად ამისთვის მაინც ემზადები. შენ რო გადაწყვეტილი გაქვს რომ გაუტკივარება გაიკეთო და არ იქნება ასეთი მტანჯვენი და მტკივნეული, უცებ ამის ფაქტის წინაშე რო დგები ძალიან საშიშია. ანუ შიშიც გაქვს, არა? კი, შიში მქონდა თვითონ მშობიარობისაც. ხო. მაგრამ თავს იმით ვიმშვიდობდი, რომ გავიკეთებდი გაუტკივარებას, მაგრამ თურმე სხვა გეგმები ყოფილა. აი როდესაც გაუტკივარება გავიკეთე და შვება
მივიღე, აი მაშინ მივხვდი, როგორც ცადა დედამიწა, აი ისე არის განსხვავება რა. და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ჩემთვის მაინც შოკი იყო, როდესაც საკეისროზე გადამიყვანეს. მაინც ბოლომდე მჯეროდა, რომ ბუნებრივად მშობიარებდი და აი როდესაც მზაობა გაქვს, მაინც შიშის მიუხედავად მაინც მზაობა მქონდა, რომ ბუნებრივად მშობიარებდი და უცებ წამებში დანის ქვეშ აღმოჩნდი, როცა ცხოვრებაში არანაირი ოპერაცია არ მქონდა გაკეთებული. ხო, ცალკე სტრესია ძალიან დიდი სტრესი იყო და მე ვფიქრობ ლაქტაციაც ამის გამო არ გამომივიდა, თან ასევე შემდეგ დეპრესიაც მქონდა. რაც დღემდეც გრძელდება, მაგრამ შედარება არ არის, ეხლა უფრო გამოსული ვარ მდგომარეობიდან. მაშინ ისე ვიყავი, რომ თან ბავშვს კოლიკას რო აწუხებდა, თან დამხმარე საერთოდ არავინ არ მყავს, მარტო მე და ჩემი მეუღლე და როცა მარტო ვრჩებოდი სახლში ბავშვთან ერთად, სულ ტიროდა ხოლმე და აი იმდენად მოქმედებდა ჩემს ნერვებზე, რომ მე თვითონაც ვიჯექი და ვტიროდი ხოლმე. ძალიან რთული არის. და ყველა ადამიანი, რა ვიცი, გმირია, ვისაც დამხმარე არ ყავს და მარტო უკლავდება ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ყავდა დედა სტუმრად, რომელიც აი მაგას გვიყვებოდა, რომ რაღაცა ბავშვი არასდროს არ იძინებდა და მეც შესაბამისად არასდროს არ მეძინა და ამ დროს დამხმარე დედა მყავდა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ დამხმარეს გარეშე ამ დროს როგორ უნდა გაცლო. სამი თვე საერთოდ არ მძინებდი ახლა. ვერც დღისით ვიძინებდი და ვერც ღამე ვიძინებდი. ალბათ 24 საათში 2 საათი მეძინა ხოლმე. და როგორ აუდიოდი ამ ყველაფერს? არ ვიცი, იმის იმედით, რომ გაიზრდება, ცოტა წამოიზრდება და ცოტა დაულაგდება. თქო, სულ მაგას უმეორებდი ჩემს თავს და შენი მეუღლე ამ დროს მუშაობდა? ხო, სამსახურში იყო ხოლმე, მაგრამ როცა სახლში არის და იყო ხოლმე ყოველთვის ბავშვთან ის არის ხოლმე და მე მაქვს ჩემ თავისთვის დრო, რომ ჩემ თავსაც მივხედო. იტოვებს კიდევაც, აჭმევს, აძინებს. ძილის დრო გამოგიჩნდა? კი, გამომიჩნდა. იმასთან შედარ მართალია დილის 6 საათზე იღუძებს ხოლმე ხო ჩემი ბავშვი, მაგრამ ღამეს ცოტა კი, ასე თუ ისე მაინც მძინავს. იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცა აი თუ გინდა რომ ორსულს რაღაცა კითხო პირველი ეგ უნდა კითხო ძინავს თუ არა, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია, რასაც მე ისტორიებს ვისმენ, ანუ ყველაზე დეფიციტური და ძილი ისეთი და უძილობა კიდე ძალიან მოქმედებს ნერვებზე და ჯანმრთელობაზეც, იმიტომ რომ ახლა მე ენდოკრინოლოგთან მომიწია წასვლა იმ უძილობისგან, ამერია ყველაფერი და მომიწია რომ კუმნალობა დამეწყო რაღაცეებს. როგორ გონია შენი დეპრესია მშობიარობის ტრამვით იყო განპირობებული უძილობით თუ იყო იქ რაღაც მიზეზები, იმიტომ რომ დედა როცა ხდები აქ ჰორმონალურადაც რაღაცნაირად ისე გადაწყობას ახდენს ჩვენი სხეული, რომ ბუნებრივად აი თვითონ სიახლის მიმართ გვაქვს რაღაცნაირი ისა, რა ქვია, რეაქცია ზოგ ქალს და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირში იყო და ამას კიდე ემატებოდა აი რეპლიკები რა, რომ აი ჩვენს გაგვიზრდია და ჩვენს გაგვიჩენია და ეს ალბათ ყველაზე საშინელებაა, რაც შეიძლება ამ და მეორეს როდის აპირებ, მეორე ბიჭი. და ჯერ 6 თვეა, რაც გავაჩინე. ოღონდ მანამდე ხდებოდა, ახალი გაჩენილი რომ მყავდა. ხო, და მეორეც მიაყოლე. ხო, მიაყოლე ერთად გაიზრდებიან. ხო. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ დავსტრესოთ. მშობია, აი ორსული კიდე იმდენად არ არის დეპრესიაში, რამდენადაც მშობია. ეხლა მე რო ვაკვირდები ორსულობა მქონდა ფანტასტიკური. სულ წინ და უკან დავდიოდი, არაფერი არ მაინტერესებდა საერთოდ და აი მე უკვე უცებ სხვა რეალობის წინაშე დავდექი, უკვე იმის ფიქრი დავიწყე, რომ სამსახურში ვეღარასდროს დაუბრუნდები, იგარეთ ვეღარასდროს გავალ, ეს მოცილი რამდენი ხანი დამრჩება და ასე, იმიტომ რომ ვერ ბანდობ ბავშვს ვერავის, აი მე შენია რომ ძიძას დავუტოვო. მე შენია რომ დედა ჩემს დავუტოვო განა, იმიტომ რომ ვერ მიხედავენ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ აი რამე არ გამოეპაროთ, აი მე რო ვიცი, იმის ერთი ხმის ამოღება რა შეიძლება ნიშნავდეს, აი რო ვერ მივხვდნენ, თან ძალიან მოძრავი არის, ფეხზე დგება და მთელ ამბებში არის და აი რო გადმოვარდეს ან რაღაცა ყურადღება ვერ მიეცემა მაინც ჩამოსაყალიბებელი გაქვს, იმიტომ რომ ხა ბავშვს პირველ რიგში მაინც ბედნიერი და რეალიზებული დედა ჭირდება. ის დავძლიერე რომ მაგალითად 1-4-5 საათი ვუტოვებ ხოლმე მაგალითად. როგორ დაძლიერე? ეს რომ აი როგორ დავძლიერე? საინტერესო გამოცდილება. როგორ დავძლიერე და აი დიდი ხანი რომ ვერ გავდიოდით მე და ჩემი მეუღლე ვერსად იმის გამო რომ ბავშვი ვტოვებდი ვერავისთან
დავორეკე დედაჩემს და უთხრა რომ მინდა რომ დაგიტოვო ბავშვი ცოტა ხნით და სადმე უნდა გავიდე თუ არა უკვე ცუდად თუ არ მეთქი და წავიყვანე დავუტოვე 4 საათი დაახლოებით და თან ვიფიქრე რომ თუ ამას ნელ-ნელა არ შევაჩვევ ბავშვს მეც ძალიან ჩამოვეკიდები ესე ვთქვათ ბავშვს და თვითონაც ძალიან მოჯაჭვული იქნება ჩემზე და მე ისეთი ბავშვი ვიყავი რომ ბებიასთან ბაბუასთან აი სადაც დამტოვებდი იმათთან ვერთობოდი ხოლმე მინდა რომ ჩემი ბავშვიც ეგრე იყოს რომ არ იყოს ერთ კონკრეტულ ადამიანზე მიჯაჭვული თუნდაც ამ შემთხვევაში ჩემზე თავიდან ალბათ გაგიჭირდა მაინც დატოვება, მაგრამ მე გამარტივდა ხო? კი, სულ რა შვება. ხვარტერის ჩემოთ ხوار ვენატრები და ამ დროს რომ მივედი სახლში დედაჩემთან, ის ჩემი შვილი თავისთვის თამაშობდა და მე მოგენატრე დედა. ხوارი ნერვიულე ჩემს გარეშე და ამ დროს რა იცის პატარა ბავშვი მე ვფიქრობდი ნეტა ხوارი ფიქრებს რომ მივატოვე და აი ეგეთი ფიქრი მქონდა. არა და პატარა ჯერ იცის ესეთი ფიქრები ხო? ზუსტად რა არის იცი აი საკუთარ გამოცდილებასაც რომ ვიხსენებ ზოგადად რომ უყურებ ბავშვს რაც უფრო პატარა ასაკში შეეჩვევ ესეთ რაღაცას მე უფრო მარტივია თორე აი უცებ დედა რომ 3 წელი შენთან ერთად არის დღე და ღამე და უცებ საბავშვო ბაღში წაგიყვანენ შეიძლება გიგანტისკდეს რომ აი იმიტომ რომ მაგ დროსთან უკვე აზროვნებ გრძნობ ყველაფერს და აი უკვე გაქვს შეგრძნებები რომ ვაიმე მიმატოვე ეს კი, რაც უფრო პატარა ასაკიდან მივაჩვევთ, მით უფრო მარტივად გაითავისებენ, მაგალითად, ახლა ზამთარში დაიბადა ჩემი გოგო და მივაჩვიე, რომ ძალიან თხლად ვაცმევდი ხოლმე და აი ეხლაც თუ ქარი ან რაღაცა და წინ და ჩავაცვი, აი არ შეუძლია. იხდის ეგრე. ანუ იმ პარალელს ვავლებ, რომ რასაც მივაჩვევთ პატარაობიდან, ის ჩვევები ჩამოუყალიბდება. კი, ასეა. შენ თვითონ როგორ დაძლიეს დეპრესია რამდენ ხან ანუ ამბობ რომ ეხაც გრძელდება კი პერიოდულად თողონთ აი ძალიან როცა ხო აი ტალღებად ძალიან როცა გადავიწვევი მაშინ აი შემიძლია დავჭდე და აი შემიძლია ზოგადად ისედაც წერილი მიყვარს საერთოდ მიყვარს ქალებს წერილი ხო აი დავჭდები და დავიღალე და ვიტირო მაგრამ ის მართალი ყოფილა შენი შვილი როგორც გაგიცინებს რომ მე გავიწყდება ყველაფერიო რა მაგრამ ის მშობიარობის ტკივილი დაგავიწყდა არა და არასდროს არ დამავიწყდება იმიტომ რომ აი ამბობენ ხოლმე მაგაზეც ძველი თაობის წარმომადგენლებმა ამას ამბობდნენ ხოლმე მეცნიერებმა რომ ხო რომ ჩაიხუტებ მე ეს ტკივილი გავიწყდება არა მე რომ საკეისრო გამიკეთე და ბავშვი ამოიყვანეს ჯერ საერთოდ ალბათ 1-2 კვირა ერთი თვე ვერ ვგრძნობდი რომ ის ჩემი შვილი იყო და მე დედა ვიყავი და აი კი პატარა არის და მიყვარს მაგრამ როგორც ესეთი დედაშვილურ სიყვარულს ვერ ვგრძნობდი თავიდან მე ნელ-ნელა უკვე მოვიდა ეს ყველაფერი და როგორც ესეთი თავიდან არა ხო და აი მეს მგონია ხოლმე სულ რომ იტყუებიან რომ აი რომ ჩავიხუტე და რაღაცა ეგრევე თავის დამშვიდება რაღაც ერთგვარი ფეიერვერკი აფეთქდა ჩემში, არა, იმ მომენტში იმაზე ვფიქრობდი, რომ ბავშვი კარგად იყო, მე ცოცხალი ვიყავი და ექიმებს აი ესე ვიწექი და მალე გამკერავს. ვიკითხებოდი, რომ გადამიყვანეთ პალატაში ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ აღარ მინდოდა არაფერი საერთოდ. მე როგორ დაამუშავეს მენტალურად ეს მენტალურად არ ვიცი, მე ვცდილობდი ხოლმე, რომ რაღაცებზე გადამეტანა ყურადღება გახსენდება ხოლმე ეს ეპიზოდი? კი, ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე, იმიტომ რომ ალბათ არც არასდროს არ დავავიწყდება იმდანად მტკივნეული იყო და აი ახლა რომ მეორე ბავშვზე რომ ესაუბრებიან ხოლმე რომ აბა მეორეს როდის აპირებ, ვეუბნები რომ არ ვაპირებ. ამჟამად კარგად ესმის შენ. არ მინდა. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს კიდევაც დაძლიოს. ხო, შეიძლება 4-5-6 წლის მერე კაცო ხარ როგორ არ მინდა სიტყვაზე ჩემს შვილს რომ დაანძმა ყავდეს და მე მეორე შვილი მყავდეს, მაგრამ ჯერ ერთი რომ არ შეიძლება ახლა. ხო, რა თქმა უნდა 3 წელი საკეისრო ხო, ექიმა მითხრა რომ 3-4 წელი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. და მეორე კიდე ჯერ ის უნდა გადავხარშო გონებრივად. მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც მეუბნებიან, რომ შენ 5-6 წელი გავა, მე უკვე ასაკეთ დიდი იქნები და მე ვეღარ გააჩინე. მე ჯერ 29 წლის ვარ და განარამ ხელით დიდი უნდა ვიყავ, რომ 6 წლის მერე ბავშვი აღარ გავაჩინო. ძალიან ძიმე მოსასმენია ნამდვილად ესეთი კომენტარები, იმიტომ რომ მე მესმის ასეთი ადამიანების რაღაცა კეთილშობილური ზრახვები, თუმცა რაღაც ნაკლებად ხდება ხოლმე იმის გათვალისწინება, რომ დედაც არის ადამიანი.
და ამ ადამიანს აქვს თავისი განცდებით კივილები და შიშები და ამას რატომღაც არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. კი, და თავიდან მეგონა რომ რაღაცეებში თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი, უпростоრად ცდილობდა ზოგიერთი რომ მე თავი დამნაშავედ მეგრძნობ. აი რასთან და აი მაგალითად ის რომ შეიძლება ვიწუწუნო რომ დავიღალე, რომ მაგრამ ეს ხო ბუნებრივია. ხო და მეც მაგასვე ვიძახი ხოლმე რომ ეს არის ბუნებრივი, ჩვენ არ ვართ რობოტები, ვართ ადამიანები, თან გადაღლილი დედები. მე მაგალითად ვარ დედა, რომელმაც 6 თვის უკან ჩემთვის ძალიან ძიმე დღე გავიარე. და მაქვს იმის უფლება რომ დავიღალო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც არავინ არ არის ჩემი დამხმარე. ხლა 1-2 საათი თუ მოვა ვინმე დედა ჩემი მაგალითად ან მამა ჩემი და ბავშვს დაიკავებს, ეგ ხო არ არის ის რომ ვიღაცა გეხმარება. რა თქმა უნდა და ეს წუწუნი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი გაზიარება. და ნებისმიერი ადამიანი ვაზიარებს ჩვენს ტკივილს, წუხილს და ასე შემდეგ. რომც იყოს წუწუნი, რა ვიცი, რატო არ გვაქვს ხო, რატო არ? აი ჩემ მეუღლე მეუნება ხოლმე რომ აი 1-2 საათი რომ დამიტოვებია ბავშვი და რაღაცა სულ იმას მეუნება რომ ძეგლი უნდა დაგიდგა და გმირი ხარო რა, იმიტომ რომ ძალიან რთული არის მართლა. ეხლა მე და ჩემ მეუღლეს ორივესაც გვიჭირს ხოლმე მარტოს, როცა პირველი ბავშვია თან გამოცდილება არ გაქვს და არაფერი, მაგრამ სხვათა შორის ძალიან ეგოისტურად ვიყავი თავიდან, იმიტომ რომ აი რაღაცა რჩევებს რომ აძლევდნენ ძალიან ვღიზიანდებოდი ხოლმე და ვიძახდი რომ ვიცი მე თვითონ გავაკეთებ და არავის არ უსმენდი რა. აი მაგას შევცვლიდი რომ რაღაცებში მოусმენდი, მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ მაინც ყველაფერი სწორად გავაკეთე და მაგრამ ალბათ ან და გადაამოწმო, იმიტომ რომ ბევრი სუწმანაც არსებობს და რაღაცა ყოველთვის რჩევა არ არის ხოლმე სასარგებლო. კი, ეგ თავისთავად. ძალიან გაგიმართლა ერთ ამბავში მე ესე მგონია, რასაც გისმენ რომ შენი მეუღლე ამ რთულ პროცესში ჩემს გვერდით არის. იმიტომ რომ ასევე არსებობენ ქალები, რომლებიც სრულიად მარტო არიან ამ გამოწვევების წინაშე. კი, ჯერ თავიდან გამიმართლა იმაში, რომ მზაობა გამოთქვა, რომ სამშობიაროში ყოფილიყო და დასწრებოდა და გაევა ჩემთან ერთად ყველა ის ნაბიჯი, რაც მე გავიარე და ვფიქრობ, რომ ჩემთან ერთად რომ არ ყოფილიყო, შეიძლება მართლა ვერ გადამეტანა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალა მომცა, მართლა ხელი არ გაუშვია და სულ მამხნევებდა. და დღემდე გრძელდება. აი მე ვერ ხვდები და ვერ გავუგებ ვერასდროს იმ კაცებს, ვინც შვილის აღზრდაში არ იღებენ მონაწილეობას და მე მგონი აი ახალი თაობის ბიჭებში უკვე შეცვლილი არის და ამას ცოლის მეუღლეს ან მიხმარებას კი არ ეძახიან ბავშვის აღზრდას, უკვე შვილის აღზრდაში მონაწილეობას ეძახიან და ეს ჯანსაღი დამოკიდებულება არის და ესეც არის. თუმცა ასევე არსებობენ კაცები, რომლებიც არათუ სხვათა შორის მოქმედი ქმრები, მე არ მაქვს საუბარი მარტო ხელა დედებზე, რომლებიც რაღაცნაირად მთლიანად მარტო ტოვებენ და მთლიანად დედის პასუხისმგებლობა ტოვებენ ბავშვის. იმიტომ რომ გონიათ რომ მათი მოვალეობა და ვალდებულება მხოლოდ სახლში საჭმლის მოტანა არის და ბავშვის გაზრდა და აღზრდა მხოლოდ ქალის საქმე არის. ხო, შენი მოვალეობა ეს არის. და ძალიან სამწუხაროა, რომ ქალები მარტო ბავშვის აღზრდებად და ბავშვის გამჩენებად მიაჩნიათ. კი, ნამდვილად გეთახმები, იმიტომ რომ ეს არის რეალური გმირობა, იმიტომ რომ დედა აღიქვა მხოლოდ როგორც ინკუბატორად და ისიქით ადამიანი არ დაინახო, ეს არის, არ ვიცი, არაჰუმანური მგონია უბრალოდ. რა ვიცი, ყველაზე მარტივად რომ თქვა და ნებისმიერ ქალს ჭირდება გვერდში როგორც მენტალურად გომა, ისე ფიზიკურად, იმიტომ რომ ძალიან ისეთი რთული სამუშაოა. მით უმეტეს ამ ხელა პასუხისმგებლობაა ბავშვის გაზრდა, რომ ის რაღაცა ჯანსაღ ადამიანად გაზარდო, ხო? კი, და აი, როდესაც ჩემი მეუღლე სამსახურში არ და მარტო მიწევს სრულიად ბავშვთან დარჩენა, აი მართლა საათებს ვიფიქრე ხოლმე, რომ როდის მოვა და ბავშვს გამომართმევს, რომ მეც ცოტა დავისვენო და ისიც როცა შემოდის, შემოსული არ არის სახში, რომ ბავშვი მიყავს, რომ მეც ჩემ თავს დავუთმო დრო. ეს არის ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის პირადი სივრცის პატივისცემა და სიყვარული. და ზრუნვა ისევ ერთმანეთზე, რა თქმა უნდა. ხო. ბავშვიც უფრო ჯანსაღ გარემოში გაიზრდება და აუცილებელი არის, როგორც გოგო, ისე ვიტყვი, რომ გოგოსთვის
მამა არის ძალიან, ასე ვთქვათ, პრიორიტეტული ჩემი გადმოსახედიდან ესე არის, იმიტომ რომ რაღაც პირველ სიყვარულთან ასოცირდება მაინც მამაკაცის რა. მოდელია ერთგვარი როგორი უნდა იყოს შენი მომავალი პარტნიორი. ჩემი გოგო ისე ეპოტინება ხოლმე მამამის სულ მე ვარ მეთქი. მოდით მიშენთან და მაინც მამას რო დაინახავ, სულ თვალები უბწყინავს. ეს ხო არის ესეთი ნათქვამი, რომ გოგოები უფრო დიდი ისა მამისები არიან. მასე არის, მეც მასე ვიყავი მამაზე უფრო მეტად მიჯაჭვული. რას ეტყოდი ანი იმ ორსულებს, რომლებიც, რა ვიცი, აი ეხა უნდა იმშობიარო, აი შენი გამოცდილებით რა რჩევას მიცემდი, რომ არ ვიცი, რას გააკეთებდი სხვანაირად ეხა რომ მშობიარობდე? რას გავაკეთები სხვანაირად და მაგალითად მე ეს მეან გინეკოლოგი ვინც ავიყვანე დედების ჯგუფში რეკომენდაციით. ამ გადმოსახედიდან ამდენი რეკომენდაციის მქონე ექიმზე ცოტა ეჭვი შემეპარებოდა და მაინც მოვძებნიდი სხვა მეან გინეკოლოგს. ძალიან რთული არის ზოგადად ორსულისთვის, მე დიდი ხანი ვარჩევდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც არასწორი არჩევანი გავაკეთე. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში ის იყო, რომ როდესაც ჩემთან ორსულობა დადგა, მე საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი და აქ ისეთ დროს ჩამოვედი, რომ 6 თვის ორსული ვიყავ უკვე დაახლოებით. რამდენიმე გინეკოლოგი მოსინჯონ, რამდენიმისთან გაიარონ კონსულტაცია და რომელიც უფრო მათთან ახლოს მივა და რომელიც მაგალითად კაბინეტში ორსულთან ერთად აიქოს არ ეწევა. ის აირჩი. შენი მეან გინეკოლოგი კონსულტაციაზე ეწეოდა აიქოს. რამდენიმე შევედი ეწეოდა და ხო. მაგრამ არა, როგორი ტიპის კაცი არის, იცით? აი ესე ძალიან ჯიგრულად, მეგობრულად მოგიდგება და აი ალბათ ეგ უფრო იზიდავს მე ვფიქრობ, იმიტომ რომ უშუალო არის თითქოს რა, მაგრამ მე ჯიგრულ და ქართულ კაიყვენში ხდება ხოლმე მე საშინელებები. აი ზუსტად. როგორც წესი და როგორც აი ამ ბოლო დროს ხსმენია რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა და აი მე მართლა ვფიქრობ ხოლმე რომ მე მგონი ბეწვზე ვარ გადარჩენილი თქო. ძალიან გაგიმართლა. ძალიან მადლობა, ძალიან დიდი მადლობა შენი ისტორიის ესეთი გულწრფელი გაზიარებისთვის. არ ვიცი, გისურვებ, რომ რაღაცნაირად ჰარმონიულ განცდებში აღმოჩნდა ძალიან მოკლე დროში. დაძლიო რაღაცნაირად ეს ტკივილი და ტრაუმა და მთლიანად მიიღო სიამოვნება დედობის ამ მშვენიერი პროცესისგან. ძალიან დიდი მადლობა და თუ შეიძლება ერთ პატარას დავამატებ. მინდა რომ მე პერსონალს მივმართო, თუ შეიძლება. აუცილებლად. ძალიან კარგი იქნება, მესმის რომ ძალიან რთული და ესე იგი გადატვირთული სამუშაოა, თუმცა როდესაც მშობიარე შემოდის სამშობიაროში, ამ ადამიანს თავისი გაჭირვებია, თავისი ტკივილები აქვს და კარგი იქნება თუ მშობიარის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და მეტად მოვიერები გახდებიან, მეტად ცოტა ყურადღებას გამოიჩენენ, ცოტა სინაზეს და ცოტა მოიფერებიან, კი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ვერ მივიღე სამწუხაროდ. კი, სხვათა შორის ამაზე ბევრი ამბობს, რომ ისე გიყურებენ, გეუბნებიან, რომ კაი ვისა რომ მშობიარია და აი ზუსტად მას. არ მგონია ეს რაღაცა ჯანსაღი დამოკიდებულება იყოს ადამიანის მიმართ, რომელსაც ტკივა. კი, თან კაცი თავიდან მეგონა რომ კაცი გინეკოლოგები უფრო კარგები იყვნენ, იმიტომ რომ ესე მსმენია და მე მივხვდი რომ კაცი მეან გინეკოლოგი ვერ აღიქვავს იმ ტკივილს, რასაც შენ განიცდი, იმიტომ რომ მას არასდროს არ უმშობიარია. ქალი უფრო მეტად სენსიტიურად მოგიდგება, მაინც მე ესე ვფიქრობ. რადგან მას შეიძლება გამოცდილი ქონდეს ის ტკივილი ძირითად შემთხვევაში. მაგრამ არსებობს ასევე პერსონალი, რა ვიცი, ექთნები, რომლებიც ძალიან ბევრი შემთხვევა მსმენია, რომ ესენიც რაღაცნაირად ისე გიყურებენ, რომ კაი ეხა რა გაკივლებს. ხო არა, აი ერთადერთი ექთანი იყო სამშობიარო ბლოკში, რომელიც ძალიან კარგად მეხცეოდა და თან აი სხვა გოგოების წივილი განწირული ხმები რომ მისმოდა, ეს კიდევ უფრო ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე და მე ტირილი დავიწყე და ჩემ მეუღლეს ვენებოდი, რომ წამიყვანი აღარ მინდა მეთქი, აი რა უნდა გავეკეთებინა ხო, მაგრამ ჩემ მეუღლის გარდა იქ დამოუშვებელი არავინ არ მყავდა სამწუხაროდ. ძალიან ისეთია, არ ვიცი. ყველანაირად რაღაცნაირად მესმის შენი და მინდა რომ
ეს ტკივილი მართლა რაღაცნაირად მალე დაძლია, იმიტომ რომ ძალიან კარგად მესმის, რომ ესეთი ტკივილის მალე ამოგდება გონებიდან ძალიან რთულია. ალბათ დროთა განმავლობაში მაინც გაივლის. კი, მგონია და აი ეს დედაშვილობის რაღაცა ბედნიერი მომენტები მაინც საბოლოო ჯამში გადაწყვეტს. მეც ესე მგონია. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ბურთფელი ინტერვიუსთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი ეპიზოდის სპონსორი არის ვინი, რომელიც ძალიან ჯანსაღი მარცვლეულით ამზადებს ფაფებს, როგორც მთელი ოჯახისთვის, ისე განსაკუთრებით პატარებისთვის. არ შეიცავს პალმიზეც, ის არის სრული მარცვლისგან დამზადებული და ძალიან სასარგებლოა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.